თქვენი აზრით, რამდენად მკაცრად კონტროლდება საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები და არის თუ არა მათი გამოყენება უსაფრთხო? ამ კითხვით პაილტრატივიმ დღეს საზოგადოებას მიმართა. დღესდღეობით ისეთი ვითარებაა, რომ ნამდვილად არ არის უსაფრთხო, იმიტომ რომ როგორც ინტერნეტ საიტებზეც და ტელევიზიითაც მსმენია, რომ ხორცი ნამდვილად არ არის დაცული. მე მგონი რომ საერთოდ არ კონტროლდება რა. უსაფრთხო არ არის მათი ყიდვა. საშიშია ჯანმრთელობისთვის და რავი, ალბათ უნდა მიექცეს ყურადღება, ანუ უნდა გაკონტროლდეს რა. არ არის უსაფრთხო არანაირად. იმიტომ რომ არ კონტროლდება. რო კონტროლდებოდეს ვადაგასულებიც არ გაიყიდება. არის. რა ვიცი, არ არის. არ კონტროლდება. ჩემი აზრით არ კონტროლდება. საქართველოში გატიალებისა და სიბილწის ჟამია, არაფერი უსაფრთხო არ არის. მეგონი არ კონტროლდება და უსაფრთხოც არ არის, გააჩნია რა შემთხვევაში. არ კონტროლდება ყოველ შემთხვევაში. უსაფრთხო არ არის რა თქმა უნდა და არ კონტროლდება სათანადოდ. უნდა უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავადმყოფობაა გავრცელებული ამ საკვების გამო. უსაფრთხო ნამდვილად არ არის და მე არასოდეს არ მგონია რომ უსაფრთხოა. ეთყობა რომ არ კონტროლდება საერთოდ, რა ვიცი. ძალიან მეშინია ყველაფრის ყიდვა, რაც არ უნდა მაღალი დონის სუპერმარკეტი იყოს, ეს საქართველოში არ კონტროლდება ნამდვილად. გამოყენება უსაფრთხო ნამდვილად არ არის და საერთოდ არ კონტროლდება მე მგონი. ეჭვი მაქვს რომ არ კონტროლდება. არ კონტროლდება არაფერი აბსოლუტურად. აუცილებლად საკვირველია უსაფრთხო. ძალიან ცუდად კონტროლდება. არსებობს ლაბორატორიები, მაგრამ რადგანაც არის ყველაფერი ნებაყოფლობითი და არა აუცილებელი, ამიტომ კონტროლდება ძალიან ცუდად. ვისაც უნდა მიაქვს, ვისაც უნდა არა. ნაწილი პროდუქტების რა თქმა უნდა უსაფრთხო, მაგრამ ნაწილი პროდუქტების არ არის უსაფრთხო. და ფიქრობ რომ კი კონტროლდება, მაგრამ მაინც რაღაცა მახინაციებით ალბათ ხდება ბაზარზე მაინც გაუკონტროლებელი.